გასოთანა მე მამულენო. დღეს შევიკრიბეთ ჩვენ აქ უპირველესად მოგესალმებით თვითონ თქვენთაგანს. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ რომ მობრძანდით და ყველამ ერთად უნდა გავითავისოთ ის ტკივილი, ის გაჭირვება, რაც ჩვენი სამშობლოს თავზე ტრიალებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ რომ 2014 წლის 16 ნოემბერს ჭადრაკის სასახლეში მოწვეული იქნა სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა. ყრილობა მიიღო დადგენილება. ყრილობა იყო ჩატარებული შემდეგნაირი საფეხურების გავლით. ყველა რეგიონში, საქართველოს რაიონებში 47-მდე კუთხეში, რაიონში ჩატარდა ეროვნული ყრილობები, რომელ ყრილობებზეც მოხდა იმ დელეგატების დასახელება, რომელი დელეგატებითაც შეივსო სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობა 16 ნოემბერს. ამდენად ყრილობა იყო სრულიად უფლებამოსილი, რომ დაეწყო მსვლელობა, მუშაობა და მიიყვანა კიდეც საბოლოო მდგომარეობამდე. გადაწყვეტილებამდე ყრილობას მიღებული აქვს დადგენილება და სწორედაც იმ დადგენილების აღსრულების პროცესში ვიმყოფებით დღეს. ყრილობამ აირჩია პრეზიდიუმი და პრეზიდიუმს აქვს დაკისრებული მისია, ვალდებულება, რომ აღასრულოს ხალხის მიერ მიღებული დადგენილება, გადაწყვეტილება. ყრილობამ გადასცა ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმს მიანდო უფლება, მოსილება, რომ გადაწყდეს ეს საკითხები. უნდა იქნეს არჩეული კოალიციური მთავრობა და ყრილობა გახლავთ შუალედური რგოლი, რომელიც მიიყვანს ხალხის მიერ გამოხატულ ნებას იმ კონდიციამდე, რომ შეიცვალოს არსებული პოლიტიკური მართვის სისტემა, ახლით, სრულიად ახლით, ახალი ეპოქის და დროის შესაბამისი ახალი სისტემით. ჩვენ მოგიწვიეთ აი ამ საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ გამაფრთხილებელი აქცია, თუ ყურად იღებს ხელისუფალი ჩვენს თხოვნას, ხალხის თხოვნას, რომ წამოვიდეს მოლაპარაკებაზე, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იქნება ერთობლივად გადაწყვეტილი კოალიციური მთავრობის შექმნა, რომელი მთავრობაც უკვე დანიშნავს ახალი სისტემის ფარგლებში შესაბამისად ახალ არჩევნებს. ამიტომ დღეს მობრძანებულებს მინდა მადლობა მოგახსენოთ. შიგადაშიგ მოგაწვდით ინფორმაციებს კიდე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. დღეს პარალელურად იმართება აქცია ქალაქ ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ იგივე მოთხოვნებით. ის აქცია არის ჩვენი მხარდამჭერი, უერთდება ამ ჩვენს აქციას, რომელიც დღეს აქ მიმდინარეობს. სიტყვა მინდა გადავცე ბატონ ლაშა ლომიძეს. მოგესალმებით ჩემო კარგებო. ეს გახლავთ გამაფრთხილებელი აქცია ხელისუფლებისთვის მოწოდებული, რათა ჩვენ მიღებული ეროვნული ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ის თანახმად მათთან ურთიერთობა წარმართოთ მშვიდობიან ფორმატში, მშვიდობიან გარემოში, დიალოგის რეჟიმში, რათა იქნეს აღსრულებული საქართველოს მაცხოვრებელთა ამორჩეულის უმრავლესობის ნება, რომელიც გამოიხატა ხელმოწერებით გადარჩენისთვის მთელ რიგ საკითხებზე. კერძოდ, რომ საქართველო აუცილებლად გეოპოლიტიკური წნეხიდან გამომდინარე, აი ამ ჭიდილების, დიდი სახელმწიფო და ჭიდილებიდან გამომდინარე, რომ არ გახდეს პოლიგონი საქართველო, პოზიცია აქვს ქართველს უკვე ჩამოყალიბებული, დიდი ხანია წლების მანძილზე, ეს უკვე გამოიხატა ხელმოწერებით, რომ ქართველობამ ირჩია მიუმხრობელი პოზიცია, მარტივად ნეიტრალიტეტი.
ნეიტრალური განსაკუთრებული პოზიცია, ნეიტრალური სტატუსით უნდა იყოს სახელმწიფო წარმოადგენელი საერთაშორისო თანამეგობრობაში, განსაკუთრებული სტატუსით, ვინაიდან სტატუსი მნიშვნელოვანი მომენტია განსაკუთრებულისა, რადგან არც ისე რიგად არის ადვილი ჩვენთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება. ეს პირველი, შემდგომ მიუმხრობელი და ეს ნეიტრალური პოზიცია ჩვენ იმისთვის გვჭირდება, რომ მოვიპოვოთ პირველ ყოვლისა, მოვიპოვოს ქართველმა ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. აგერ უკვე 25 წელია გავიდა მას შემდგომ პერიპეტიებისა, რასაც ეროვნული მოძრაობა ერქვა და ჩვენ ყველა ერთად კი ვისურვებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ამიტომ ამისთვის ერთ-ერთ საკითხად იყო ჩაწერილი ქართული ერის გამოხატული ენების შესაბამისი ფრაზა, რომ უნდა გამოცხადეს საქართველოში მიწა, წყალი, წიაღისეული სულიერ მასალური ფასეულობრივი ქართველი ერის სამარაჯამო საკუთრებად, რომლის საფუძველზეც უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია, მასზე დაფუძნებული მართვის პოლიტიკური სისტემა. ესეც აუცილებელი სიცოცხლის მიერი გადაწყვეტილება და სურვილია, თან ლეგიტიმური და კანონიერი, ამომდინარე იქიდან, რომ მარტოოდენ ხელისუფლების მექანიკური ცვლა ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ამის ყველანი შემსწრენი ვართ, არაფერს არ გვაძლევს. და პირიქით, ერთი წურბელა პარაზიტი ცვლის მეორეს, უბრალოდ ფასადი იცვლება და მეტი არაფერი. ამიტომ ეს სამართლებრივად, ლეგიტიმურად უკვე გაფორმდა ქართველი ერის საქართველოში მაცხოვრებელთა 1,900,000-ზე მეტმა 7,000 ადამიანის მიერ ხელმოწერით გამოხატული ნება გაფორმდა სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე, რომელ ყრილობამაც არსებულ ხელისუფალს შეუჩერა ქართველი ერის სახელით გამოსვლის უფლება, მას გადაეცა 4 დღის განმავლობაში წინადადება გამოეხატა პოზიცია ქართული ერის სამართლიანი გადაწყვეტილების თაობაზე, რაც მათ არ გამოხატეს. შესაბამისად, შემდგომ სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულმა ქართული ერის გამოხატული ნების პრეზიდიუმმა, ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმმა მიიღო გადაწყვეტილებები, რომელი გადაწყვეტილებიც ასევე ჩაბარდა ხელისუფალს და ამ გადაწყვეტილების თანახმად ხელისუფალი და ხელისუფლება გამოცხადდა დიქტატორად, აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება დიქტატორის დამკანონებლად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მოწოდებულები ვართ, რომ პირველ ყოვლისა დიალოგის რეჟიმში მიქონიოთ მათთან ურთიერთობა, რათა აღსრულდეს და ისინი მათ აღასრულონ ქართული ერის გამოხატული ნება და გადაწყვეტილება. მარტივად აუცილებელია მათი გადადგომა, მაგრამ მათ წილობრივი ხვედრი ამ ქართულ პოლიტიკაში და ქართულ სივრცეში არ იკარგება. მარტოოდენ საგარეო პოლიტიკურ ვითარებაშიდან გამომდინარე კი არ ვაკლებთ ჩვენ ნეიტრალიტეტს, არამედ შიდა პოლიტიკური ბატალიების თავიდან ასაცილებლად ყველას თელ პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის პირველ ყოვლისა ხელისუფალს თავაზობთ მონაწილეობა მიიღონ ჩვენთან ურთიერთობებისას დროებით კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაში და ამ რეჟიმში უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის ბედი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მომავალი არ აქვს. აგერ ხედავთ რა პოლიტიკური ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც უკრაინა ქვია. მარტივად შემიძლია გითხრათ, რომ ორი დიდი სამყარო, აღმოსავლეთი და დასავლეთი, ერთმანეთს უკვე სამყაროს სიცოცხლეში შეეტაკა. ეს არის იდეოლოგიების დიდი ბრძოლა. დაუპირისპირდა და ომი გამოუცხადა არა მართლმადიდებულმა სამყარომ, არამედ პირიქით მართლმადიდებულ სამყაროს ლუციფერიანული იდეოლოგიის მატარებელი ის დასავლეთი დაუპირისპირდა და შეტევაზე გადავიდა. მარტივად უკრაინაში ერთმანეთს ძმებს ახოცინებენ. ძმათანკვლელი სისხლისღვრელი ბრძოლები და ომი გააჩაღეს და ამას ლამობენ იმიტომ, რომ სწორედაც რუსეთს შეუტიონ როგორც მართლმადიდებლობის დამცველ ქვეყანას ერთ-ერთს, თუმც კი თავად რუსეთს თავის გაჭირვებია, ისეთივე წურბელა პარაზიტი ხელისუფლება ყავთ, როგორც ნებისმიერ დანარჩენ ქვეყანაში მყოფ სახელმწიფოს და პირველ ყოვლისა კიდე საქართველოს. ეს სისტემა
სიონისტური მასონური აღარ არის ამაზე ბევრი სალაპარაკო და სათქმელი, მაგრამ უბრალოდ აღნიშნვის ღირს ნიშნად ღირს ეს უკანასკნელი და აი ამ ბრძოლის ხაზის გადმოტანა უნდა საქართველოში. ხვალ ზეგ აქ დიდი ომი უნდა გაჩაღდეს. და ეს ჩვენ არ გვინდა. არ უნდა უნდოდეს ასევე ხელისუფლებას და რატომღაც დუმს ეს პატივცემული ხელისუფლება ამ შემთხვევაში დიქტატორი. უნდა აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს დიალოგზე. აუცილებლად ეს არა მიტინგებზე უნდა იქნეს გადაწყვეტილი და ამიტომაც არის ეს გამართლებელი აქცია. არამედ კაბინეტებში დიალოგის რეჟიმში მშვიდობიანად ძალიან კონსტრუქციულად და მიმშევლად ამბებზე. თორე სხვაგვარად გამოსავალს ვაუწოდებ ძალიან პოლიტიკურ სფეროს, პარტია ორგანიზაციებს, პოლიტიკურ დაჯგუფებებს, საზოგადოებრივად აქტიურ ჯგუფებს, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ არჩეულ პრეზიდიუმის მუშაობაში და ისინი ვალდებულები არიან დაემორჩილონ ქართველი ერის გადაწყვეტილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა, როგორც ხელისუფალი, ისე ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ქართველი ერის მიღმა დაიყენებს თავს. ჩვენ მზად ვართ ყველასთან კონსტრუქციულები ვიყოთ, დიალოგი გქონდეს ყველასთან, ძალიან მეგობრულად. არავის მიმართ, აი ესე იგი პერსონებისაც მიმართ არანაირი აგრესია და ის უკანასკნელი არ გაგვაჩნია. ყველასთან ვისაუბრეთ. უბრალოდ საუბარმა მოიტანა და ჩვენ თქვით აუცილებელი პირობა, რომ რა ხდება სინამდვილეში, იმიტომ რომ საინფორმაციო საშუალებები ამ კუთხით, აი ამ აქცენტით არ გადმოსცემენ და უბრალოდ აჩვენებენ, რომ ერთი უბრალოდ რუსეთი დამპყრობელი იმპერია, რომელიც მართლაც იმპერიაა, უბრალოდ ერჩის თავისივე მოძმე უკრაინელს. აი ესევე გვებრძვის ჩვენც მართალია ეს პოლიტიკები ჩვენ დიდი ხანია დამწყებული გვაქვს, მაგრამ მე მახსენდება ეროვნული მოძრაობა ის გარეჯრაჟი, როდესაც აქ ჩვენ სერიოზული ბატალიები ქონდა და რუსორედაც რუსეთის აიმპერიის იმ ნარჩენებთან ძალიან შავბნელ ძალასთან და მაშინ უკრაინელი ხელისუფალის კი არა და უბრალოდ ინტელიგენციის პოზიცია იყო ესეთი, რომ თქვენ ველურები ხართ, კავკასიელები. ჩვენ პოლიტიკურად გამართული ხალხი ვართ, ჩვენ ძალიან დიდი მენტალობის და დიდი კულტურის წარმომადგენლები ვართ. ეს უკრაინის პოზიცია იყო სხვათა შორის. ხო და აი თქვენ აი ესეთ იმიტომაც დაიმართეთ თავიო. გამიგეთ? რუსეთს არ უნდა დატაკებოდეთო და დღეს რა დღეში არიან? დღეს რა დღეში არიან? სერიოზულად მათ ჭირს ვაი ჭუისა. როგორც თავის დროზე ჩვენ დაგვემართა ვაი ჭუისა, ხო? ამიტომ მოუწოდებ ყველას, პირველ ყოვლისა ხელისუფალს, დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრს დავждეთ სასაუბროთ, დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ ეს თემა, კონსტრუქციულები ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მარტივად ნებისმიერი დიქტატურა დაეცა, ნებისმიერი დიქტატორი დამხობილ იქნა. ამიტომ ვთხოვ პირველ ყოვლის ხელისუფალს, დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვდნენ და ის ნაბიჯები შემდგომ არ გადაადგმევინონ ქართველებს, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან ცუდად დაგვიმთავრებება ყველას. მაგრამ ეს არის ბრძოლა და ბრძოლას თავის წესები აქვს. მადლობა, დიდი ბოდიში რომ თავი შეგაწყინეთ. მოგესალმებათ ეპისკოპოსი იაკობ. ქრისტეს მიერო ძმებო და დებო, ქართველებო, საყვარელი მოწაფე ქრისტესი, მახარებელი და მოციქული იოანე ვასავლის სანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება მან განათავისუფლოს თქვენო. მე გისვამთ კითხვას, ეძიებთ თქვენ ჭეშმარიტებას? თუ ეძიებთ ჭეშმარიტებას, აქამდე თქვენ ხომ ეკლესია მონასტრებში დადიხართ წიროლოცვაზე?
გეკითხებით თქვენ ვისთანაც თქვენ ამბობთ აღსარებას ეზიარებით თქვენი სულიერი მოძღვრები სად არიან როცა წდება ერის ყოფნა-ყოფნის საქმე გეკითხებით თქვენ და მიპასუხებთ სად არიან ისინი ეხლა მე გეტყვით რა არის მიზეზი იმ მდგომარეობისა რა მდგომარეობაში და ჩვენ ვართ დღეს საქართველოს ერიდ ეკლესია მიზეზი გაინტერესებთ გაიხსენეთ სიტყვა რათა თუთაშხიაში არავერთი რო ეუბნება ალავერთი ხალხს ხალხნო რას გავხართო რას დაგავსგავსა თავაგარმა და მამაზაღმა სეთორმაო ვერ ხედავ თამაშო რა გაუკეთეს მაშინ თუთაშხიას აი ზუსტად მაშინ რო ზურგი შეაქციეთ თქვენ იმ სიმართლეს და ფეხით გათელეთ გავრავდნენ ახლა ის თაბაგრები და აგერალიან პარლამენტში და გწოვენ სისხლს გაგიყიდეს სამშობლო დედაენა გაგიკანონეს მართლობა და ნარკომანება მეორე მხარეზე გამრავდნენ სეთურები და მოიყარეს თავი ეკლესიაში სინოდის წევრები ესე იგი რა და გაყიდეს სულიერად გაყიდეს ჩვენი სარწმუნოება გაათანაბრებს ნებისმიერ სექტასთან არის თუ არა მართალი მე მაგისალა მოძღვრებს ესე იგი ევთხოვთ აღიარებთ კიდე ხართ მართლმადიდებლები მე გეტყვით და მე ვარ პასუხისმგებელი ამ სიტყვაზე დღეს არ ახართ მართლმადიდებლები მე შეიძლება თქვენ ხალხს მოატყუოთ და ვიღაცას მაგრამ მე თქვენ მოატყუებთ როცა თქვენ ემთხვევით და ეკლესიაში მიდიხართ და ესე იგი ვინც უარყო სარწმუნოება სამღვდელოება და სინოდმა ხელი მოაწერეს იმაზე რომ მართლმადიდებლობო იეღოველობო ბაპტისტებო და ესე იგი მუსულმანობო სულ ერთი არისო თქვენ კიდე იმათ აღიარებთ მართლმადიდებლად თქვენ რა გეშველებათ არაფერი არ გეშველებათ არაფერი არ გეშველებათ გინდათ გეშველოთ თუ გინდათ გეშველოთ უნდა დაარქვათ როგორც გვასწავლის დავით მურაბიშვილი ცუდზე ცუდი რომ არა ვთქვა მაშინ კარგს არ დავარქვაო დაარქვათ ცუდი და კარგს კარგი გადაგვარჩენს რა გადაგვარჩენს ხარი დაუჭიროთ სიწმინდეს სიმართლეს და სიყვარულს რა არის სად არის თომოყრილი ეს ყველაფერი სიწმინდე სიმართლე და სიყვარული ღმერთთან ბევრი რა გაიგეთეს კიდევ რა გაგიგეთეს იცით თქვენ რომ ასზე რა ხართ შემოქმედი ღმერთის ხატი შემოქმედი ღმერთი არის შემოქმედი ხო თუ ეგრე გესმით თუ რა ვიცი მამა ზედა სულიწმინდის ხატი გაიტანეს ეკლესია მონასტრებიდან და ანგელოზების ხატი დაიკიდეს და აწერია წმინდა სამება თქვენ აი ადამიანებო მართლმადიდებლები ვართო იძახით ესე იგი რა ნუ თუ ერთი კაცი არ გამოჩნდა თქვენში ესე იგი რომ იცოდეს რას მნიშვნელობა ან სიმბოლოს არწმუნება რას ნიშნავს ესე იგი რა მითხარი იმ სამანგელოში რომელს აერჩევდო რომელია იქ მამა ან ზედა ან სულიწმინდა მითხარი ან და კიდევ იქ წერია დავით წინასწარმეტყველი დავით გვეუბნება რომელმა შექმნა ანგელოზი სულად და მსახურად ალა ცეცხლისო იქ წერია თქვენ აი ადამიანებო ჩვენ თუ ესე იგი რა შემოქმედის ადგილზე შექმნის დავსვამ მართლმადიდებლები ვართ მოფხიზდებით დავიჩოქები ხატის წინ მოუხმობ ძალთ შეციერთო სული გული და გონება გავწმინდოთ განვასმედაგოთ სიწმინდე დავდვათ საფუძვლად დაზე ტაძარი ავაგოთ შიგ საქართველოს შეგვრიბოთ ღვთის დიდება ვაგალობოთ მე საქართველოს მომავალს შევყურებ ნიშანს ვედადა მას შევავედრებ ღვთის მშობელს გამრავლდეს ბედნიერადა მე მათი სიგეთისათვის ფიქრობ ეს მოვიმოქმედოთ ვიშრომებთ ვიბრძოლებთ ლოცვებს აღვავლებთ ვიცხოვრებთ ქართულურადა ჟობია მამულისათვის ჩვენი თავი გავიმეტოთ დაგვმოთ წრუწუდი სოფელი და გავხდეთ საზეციერო ჩვენი შრომისა ბრძოლისა და ლოცვის დაყოფი ჩვენს მომავალ შეემატოს საქართველოს ძლიერება მრავალჟამიერ ყველას ერთად გვენახოს დაგლოცოთ ღმერთმა ბატონ
კობარაბულს სიტყვას გადავცემთ ბატონ ჯემალ ჯავახიშვილს. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. ვიფასო მეგობრებო, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ, რომ დღეს მოვბრძანდით და შემოვუერთდით ჩვენს გამაფრთხილებელ აქციას. მე არ ვაპირებ თავი შეგაწყინოთ, ბევრი გესაუბროთ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ შეგაშინოთ, რომ დღეს ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ აქ. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ, იმიტომ რომ ჩვენი საქმე მართალია და სამართლიანია. ჩვენ არავის არაფერში ვეცილები და არაფერს არ ვართმევთ, პირიქით, რაც წაგვართვეს, იმის უკან დაბრუნებას ვლამობთ ხოლოდ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი სამშობლო დავიბრუნოთ უკან, ჩვენი მიწა-წყალი დავიბრუნოთ უკან. ჩვენი ტრადიციების, ნეჩვეულებები, ზნეობა დავიბრუნოთ უკან, რომელიც შეგვიბილწეს, წაგვართვეს, შეგვილანძღეს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მოაწერა ხელი მოთხოვნას, რომ შეიცვალოს არსებული სისტემა. სისტემა, რომელმაც გაძარცვა, დააკნინა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა, რომელმაც წარყნა, ქალობა წაართვა, კაცობა წაართვა. აი ამ სისტემის შეცვლას ითხოვს საქართველოს მოსახლეობა. და კიდევ, რომ საქართველოს უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რომ საქართველოს კეთილმეზობლობას და პარტნიორობას თავაზობს ყველას, მაგრამ ის ვეღარ იქნება ქვეშევრდომი ვეღარ ჩრდილოეთის და ვეღარ დასავლეთის. ქართულმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ გამოსცადა ერთიც და მეორეც. რაც შეეხება ჩვენ არ გახლავართ ხელისუფლების ოპოზიცია და არც ოპოზიციის ოპოზიცია არა ვართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არავისთან ბრძოლა და არავისი გარიყვა არ იქნება მართალი. რამე თუ საქართველოს დასაკარგი შვილები არ აყავს. პირიქით, ჩვენ ერთი საერთო მტერი ყავს და მხოლოდ ჩვენი ერთიანობით არის შესაძლებელი ამ ძალიან დიდი და ვერაგი მტრის დამარცხება და ჩვენი სამშობლოს გამოხსნა მისი კლანჭებიდან. ამიტომ მოუწოდებთ ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად მისი მსოფლმხედველობისა, რომ დავდგეთ იქ, სადაც არის ქართველი ერის ნება, სადაც არის მოთხოვნა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის. დავდგეთ და ჩვენ დავინახავთ და აღმოვაჩენთ, რომ თურმე შეუძლებელი არ ყოფილა ამ საკითხების გადაწყვეტა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის და გაუმარჯოს ჩვენ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს გადარჩენისათვის. გავიმეორებ ბატონი ჯემალის სიტყვებს, რომ ჩვენი გზა და ჩვენი ბრძოლა არის სუფთა. ჩვენი გზა გახლავთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობა, მიუმხრობლობა, მაგრამ ეს ძალიან ლამაზ ჩარჩოში მოქცეული, არამედ ყველასთან თანაბრად კეთილმეზობლურად. ეს რას ნიშნავს? დიდი ილიას სიტყვებს გავიმეორებ, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს, ჩვენ დღეს ჩვენი თავი არ გვეკუთვნის. ჩვენ უცხოტომელი გვმართავს, უცხოტომელს აწყობს ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარდეს, ერთმანეთი გძულდეს, დაგხოცოს, გაგვავერანოს, ამოგვართვას ქართული სული და თქვენი დღევანდელი აქ უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ ვინც მობრძანებულ ხართ, მაგრამ ეს მცირე რიცხოვნობაც სწორედაც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. ძალიან გთხოვთ თვითონ თქვენთაგანს, ვინც კი აქ მობრძანებულ ხართ, ოჯახში იქნება, უბანში იქნება, გვარში, სანათესაოში, სამეგობროში, ყველგან მივიტანოთ ის სათქმელი, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სულიერებას, ჩვენს დიდ მემკვიდრეობას, რომელიც წინაპართაგან, ოდეთგან გადმოსულა ჩვენამდე. ამიტომ ძალიან გთხოვთ, არ აგვერიოს ერთმანეთში, არა ვართ საშიში არავისთვის, მაგრამ ამავე დროს საშიშნი ვხდებით, იმიტომ რომ ვიცავთ თავს. ვაგრძელებთ ჩვენს მიტინგს და სიტყვას გადავცემთ სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის მდივანს ბატონ მორისონ ქობულიას.
მოგესალმებით. ეს გამართლებელი მიტინგი რო შემდგარიყო, ამისთვის უზარმაზარი შრომა იქნა გაწეული ბატონი აკაკი ჯორჯაძის ხელმძღვანელობით, წერლისა და საზოგადო მოღვაწის, დიდი მოასროვნე ადამიანის, თავდადებული ქართველის ხელმძღვანელობით. წარმოიდგინეთ თქვენ, სულ რაღაც ერთი თვის მანძილზე სრულიად ერთი ადამიანის ხელმძღვანელობით, რომელსაც თავ გამოდებული ქართველები უდგათ გვერდში, ხედაღამე წყინვასა და თოვლში ისინი დადიოდნენ და ხაზს უშლიდნენ, ახსნა განმარტებას აძლევდნენ იმისა, რომ ხალხო ვიღუპებით, ხალხო შეიძლება გადარჩენა, ხალხო გაეცანით ჩვენს იდეას და რა არის ეს იდეა? ეს არის ის, რომ ყველასთან თანაბრად, მეგობრულად და სიყვარულით ვიყოთ. და აქვე საქართველოს ქვეყანა, რომელიც უნდა გადარჩეს, ქართველი ერი ის ერია, რომელიც აი ამ საქართველოში უნდა იყოს. და ამის უფლებას არ გვაძლევენ. და გაჩადა და უზარმაზარი საქმიანობა, თქვენ წარმოიდგინეთ მარტო პატარა ბუკლეტები, რომელიც დაგირიგდათ და მთელ თბილისში, მთელ საქართველოში დარიგდა 55,000 იყო. მას კიდე დაემატა რამოდენიმე ათასი და ეს ადვილი იყო ამის დარიგება. მარტო მე-16 ნომერი გაზეთი 52,000 იყო. ეს დაურიგდა სულ ყველა. კატასტროფა ის არის ხალხო, რა გველოდება ჩვენ. მსოფლიო დღეს მესამე მსოფლიო ომის ბირთვული იარაღით ომის ზღვარზე დგას. არც ერთ მხარეს არ შეუძლია უკან დახევა. რატომ? სწორედ ამაშია საიდუმლოება. რატომ მოდის ასეთი აგრესია? ნუ თუ არ იცის იმათ, ვინც ბანკებს მართავს, ვინც ამ ხალხს ტყავს საძრობს, არ იცის რომ მათ ცხოვრება უნდათ, მათ სიცოცხლე უნდათ და 150 ლარი არაფერში არ ეყოფა. და აი ამაში ისინი ხედავენ ჩვენი განადგურების საწყისს. წარმოიდგინეთ თქვენ, არის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დედამიწაზე ძალიან გამრავლდა ხალხი. ამიტომ ის უნდა შემცირდეს 1 მილიარდამდე. ზოგს ზღაპარი გონია, მაგრამ ეს არ არის ზღაპარი. ეს დოკუმენტში გეგმებშია ჩადებული და იმას შეასრულებს თუ ვერ შეასრულებს, ეს უკვე სხვა ამბავია. მაგრამ სწორედ იმ იდეიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანებს თუ მიეცე კარგი ცხოვრება, ისინი გამრავდებიან. დედამიწას არ აქვს ამის შესაძლებლობა, დედამიწა განსაზღვრულია, მას ენერგეტიკა, მას ადამიანთა საარსებო საშუალების წარმოება განსაზღვრული აქვს, მაგრამ ადამიანები მრავლდებიან და მრავლდებიან. ეს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ვინმე მართუსმა, დიდმა ფილოსოფოსმა ინგლისელმა ეს დაადასტურა, რომ დადგება ის დრო, როდესაც დედამიწა ვერ გამოკვებას, ადამიანებში მრავლდებიან ისინი სწრაფად. ამიტომ ომები გამართლებულია, ამიტომ ავადმყოფობა გამართლებულია, ამიტომ სიკვდილიანობა გამართლებულია. აი ეს იდეა მოდის და ამ იდეაში დევს ყველა ის საიდუმლო, რომლითაც ჩვენ მსოფლიო ბანკები ჯიბეში გვიძრებიან, სულს გვართმევენ. და ასეთ სიტუაციაში ნუ თუ ასე იმოქმედა იმ ზომბირების მექანიზმა, რომელსაც ამდენი წელია, 25 წელია საქართველოში ეცა. ჩვენ ვამბობთ და ვთქვით, წინასწარ ეს დაანონსებულია, რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ერთი რამ არის და უბედურება მოდის. მოდის იგი არ ჩერდება. მე ისტორიკოსი ვარ და გეტყვით, რომ მართლაც ჟამია. ყველაფერი ბერდება,
მათ შორის კაპიტალიზმის დაბერდა სოციალიზმი, დაბერდა ის ყველა საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც აქამდე იყო. ამიტომ რა არის ამაში უცნაური? ის უნდა შეიცვალოს. ამას რატო უღურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ან ის გლობალისტები, რომლებიც მართავენ მთელ მსოფლიოს, რომ ეს საშიშია? რატომა ახლის დაბადება საშიში? რატომა ოჯახს რომ შვილის დაბადება უხარია? ეს არის საშიში? დედამიწაზეც აი ეს არის საჭირო ახლის დაბადება და ბატონ აკაკის სწორედ ეს არის მისი იდეა, სწორედ ეს არის მისი სიყვარულით გაშენთილი იდეა და სიტყვა იმისა, რომ ეს ახალი სიტყვა უნდა შესრულდეს. მოდი მეგობრებო, ჩვენ ეს გავიაზროთ ისეთნაირად, რომ მივიღოთ, დაუჭიროთ ხარი ნეიტრალიტეტს განსაკუთრებული სტატუსით, დაუჭიროთ ხარი სისტემის შეცვლას. აქ საშიში არაფერი არ არის, ვინმე წართმოვაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის რომ ქართველი ეს დაუბრუნდეს თავისი ძირითადი საკუთრება, რომელიც მაღალი ღმერთიდან აქვს მიცემული და მას ეკუთვნის. ეს არის საქართველოს მიწა-წყალი, ეს არის საქართველოს სიმდიდრე, ეს არის თქვენი ხალხო. აი ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. ქართველებს არ შევავიათ უკან დახევა, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ რაღაც სასწაული მოვახდინოთ. დავждეთ მაგიდასთან და ვილაპარაკოთ. დავждეთ, იქნებ ჩვენ გვაქვს ისეთი არგუმენტები, რომლითაც თქვენ დარწმუნდებით, რომ საჭიროა ეს, აუცილებელია ეს. წინამდე შემთხვევაში ვხედავთ, საითკენ მიდის, ძმას ძმა დაუპირისპირეს, სისხლი იღუება, ჩვენ ხო გული ვდგივა ყველაზე. აი ამიტომ ერთი რამ არის იმისი გამოსავალის, რომ რაც არ უნდა გამრავლდეს მსოფლიოში ადამიანები, მათი გადარჩენის, მათი გამოკვების, მათი განვითარების, მათი წესიერი ცხოვრების გარანტია არსებობს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს სწორედ ეს იდეა მოდის ბატონი აკაკიდან. მეც როგორ მოაზროვნე, როგორც ქართველი, ეს შევისწავლე ყველაფერი, შევისწავლე და ამის შემდეგ დავწუნდი, რომ მართალია ბატონი აკაკი, მართალია და ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ დავждეთ მაგიდასთან ხალხი, დავждეთ ეს დროული ხალხი, მათი აზრი მოვისმინოთ ერის აზრი, რომელმაც გამოხატა თავისი სიტყვა. მას ასე ჩვენ მიმართავთ ხელისუფლებას, რომ დავждეთ და მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ეს ყველაფერი. მოგვისმინეთ ბატონებო და აქ არაფერი არ არის განსაკუთრებული. ჩვენ არავის ვედავებით ფულში, სიმდიდრეში, ჩვენ გადვედავებით სიცოცხლის გადარჩენაში. აი ეს არის ჩვენი მიზანი. მადლობთ ყურადღებისათვის. რა ბოლოს და ბოლოს იმისთანა საშინელი რაღაცები გველოდება, რომ მოვისმინოთ და ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და როცა უკვე დიდი აქცია დაინიშნება, მართლა ქუძზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ გვინდა რომ რაღაცა ეშველოს ამ ქვეყანას. ახლა სიტყვას გადავცემთ იბერიელთა კავშირის ხელმძღვანელს, სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის წევრს, ქალბატონ მამისა ჯაფარაშვილს. მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ძვირფასო საზოგადოებაო. დღეს, რომელიც აქ ვდგევარლობა, იცოდეთ, რომ სულ ყველანი ცოცხლები რო ვარ, დღეს და რო ვდგავართ, ჩვენი წინაპრების მიერ დაღვრილი სისხლის წყალობა და მე არ მინდა ლაჩარი ქართველი ვიხილო. მე მჯერა და მე მწამს, რომ მე ვარ შთამომავალი იმ გმირი ხალხის, ვისაც ქართველი ქვია და თქვენ ქართველებო, ნუ დამონდით, ნუ გახდით მონები საზღვარგარეთის. ჩვენ რაც გვჭირს დღეს გაჭირვება ზუსტად იმ მონსტრის სახელმწიფოების ბრალია. აი მაღლე ქართველო ხმა. შამია ზუსტად რომ ქართველმა ერმა მოვითხოვოთ თავისუფლება. გაგვიშვან ჩვენ ჭკუაზე. ჩვენ არაფერი გვაქვს არავის სასწავლებელი. კეთილინებოს ამერიკამაც, ევროპამაც, რუსეთმაც და ჩვენგან აიღოს მაგალითი და გაკვეთილი. არჩევნები რო იყო წინა წლებში, მესმოდა სულ მასტქერი, მასტოფენი ვერ გავიგერა იყო. შედალო ცვილიშვილო, მე-12 საუკუნეში თამარ მეფეს საზღვარგარეთი ეხვეწებოდა მართველობის სისტემა რომ ეეცა მისთვის. მაშინ ქონდა სადარბაზო, სათათბირო მე-12 საუკუნეში
ქვეყანაში დღეს რა გაგჭირებია რამ დაგვაჩლუნგა და რამ დაგვამონა ასე ქართველი ერი რომ სხვას მივჩერები ვართ ყველაფრის სწავლებას რატომ მივეჩვიეთ იმას რომ წაგვართო ეს ზნე ჩვეულება ტრადიცია და მოვერგეთ ყველაფერს ქვეყანაში სადაც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ღებულობენ ქართველი გახდა დისკრიმინირებული ბანკებისგან სახლიდან გამოყრილი ადამიანები დგას აქ უამრავი დღეს და რა არის ეს რა მოგვიტანა გლობალიზაციამ კარგად ჩავიხედოთ მოგვიტანა უმუშევართა არმია სახლიდან გამოგდებულთა დევნილთა მთელი კასკადი ხალხნო საკუთარ ქვეყანაში გავხდით დევნილი რა არის ქართველობა ვაშკაცობა ქართველობა თავგანწირვა ქართველობა თავისუფლება თუ სული თავისუფალი არ ვიქნებით დამიჯერეთ ღირებულს ვერაფერს ვერ შევქმნით ჩვენ უნდა გამთავისუფლდეთ იმ მარწუხებისგან რასაც უკვე დიდი ხანია სახელმწიფოები გვიჭერს და დაგვამონა მოგიწოდებთ ქართველებო ნუ ხართ შიში გადავდოთ შიში და ავიმაღლოთ ხმას დღეს რო აქ ბევრი ხალხი არ დგას ზუსტად შიშის ხალობაა ეს და დიდი ხანია კიდე ერთ თემას მინდა შევეხო როგორც ქრისტე ფარისევლებმა და მწიგნობრებმა გააკრეს ჯვარს ისეა დღეს საქართველოში ისევ ფარისევლები და მწიგნობრებმა ჩაგვაგდეს ამ დღეში ერთად შეთანხმებულად იბწვიან იმისთვის რომ როგორმე დააბნელონ ხალხი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არ ვარ გაეს როცა ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესია ჩვენი მამები ხმას არ იღებენ იმაზე რომ დევნილია ჩვენი არის ქვეყანაში მარტო მრევლის სიმრავლე რწმენას არ ნიშნავს ნამდვილად რიტუალამდე დაყვანილი მრევლი მივიღეთ რომელსაც მარტო რიტუალი გონია მართლმადიდებლობა რა მართლმადიდებელი ხარ შენ გაჭირვებულს თუ გვერდით არ დაუდექი თუ არ ამხილე სიმართლე რა გვქვია მაშინ ჩვენ არა ვართ ნამდვილად არა ვართ როგორც მამაო ბრძანა მართლმადიდებელი ერი და გადავშენებულ ვართ მაშინ და ეს უბედურება ერს რომელსაც პრეტენზია გვაქვს რომ პირველი ადამიანი ჩვენ მივეცით სამყაროს ჩვენ მივდივართ გადაშენების გზამდე ზუსტად ყველაზე მეტად საბანკო სისტემამ რაც უბედურება დააყენა ქართველ ერს ეს მზაკრული გეგმა მახე იქნა დაგებული რომ მთელი საქართველო გახვეულიყო ვალებში და ზუსტად ეს იყო მახე რომ თავისუფლება წაართვან ადამიანს ძალიან ბიზნესმენებს, ლომბარდის მეპატრონეებს, მიკროსაფინანსოებს ძალიან კარგად ვიცით, მაგათი გამჭვირვალე ვიტრინების უკან რა სიბინძურეა, როგორი მონოპოლიებია, კარტერული გარიგებებია და ახშობენ წვრილ და საშუალო ბიზნესს და ამიტომ უმუშევრები უმუშევარს მიემატა. ცოლი ქმარს გააშორეს, დედა შვილს, დღეს 50% ქართველების საუცხოეთშია გასული იმის გულისთვის რომ ლუკმაპური იშოვოს. აიმაღლე ქართველო ხმა, დღეს აქ 200 კაცი თუ ვართ, ხვალ 2000 უნდა გახდეთ ზეგო 20,000 200,000 და გამოვიდეთ სულ ერთად და მოვთხოვოთ ამ ხელისუფლებას ნუ უსმენს და ნუ უჯერებს სულ გადამთიელს ქართველი ერის ხმა გაიგოს გულთან მიიტანოს ყოველი გაჭირვებული ხალხის ქართველის სატკივარი და უყუროს ჩვენ ქვეყანას ჩვენ გვემსახუროს და არა სხვას ჩვენ კიდე ერთმანეთს ვემსახუროთ ხალხნო ძალიან დიდი მადლობა ძალიან მიყვარხარ და ერთად ვიბრძოლოთ დიდი მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. კიდევ მოგახსენებთ რომ დღეს გვაონდა ჩვენ გამაფრთხილებელი აქცია. ჩვენ ხელისუფალს ვაფრთხილებთ რომ ჯიუტობით, გაჩუმებით და პირში წყალის ჩაგუბებით ასე ფონს ვერ გავა. ეს არის კიდევ ვიტყოდი მართალია გამაფრთხილებელი, მაგრამ წარმომადგენლობითი აქცია. აქ მოვიდა ხელმძღვანელობა იმ შემავალი პერიოდულობაში მონაწილე ორგანიზაციების ხელმძღვანელობა და რიგითი გულანთებული ადამიანები და ქართველები და არაც ჩათვალოს რომ ეს უბრალოდ ეს მცირე რიცხოვნება ჩვენი საქმეს მათ წაადგება და მათ წიჩქულზე დაასხავს წყალს. ჩვენ თავშივე თქვით გავაფრთხილეთ რომ ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და ჩვენ ამის შემდეგ დაველოდებით დღეს დაველოდებით და მე მივიღებთ გადაწყვეტილებას რომელ გადაწყვეტილებას ყველას თქვენგანს ვაცნობებ ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფალს დიალოგზე წამოსვლას თქვენ კიდე ყველას ერთად მოგიხდით დიდ მადლობას მომბრძანებისთვის უახლოეს დღეებში
ჩვენ გაცნობებთ შემდგომ ჩვენს ნაბიჯს და უნდა გითხრათ რომ ეს ნაბიჯი არ იქნება უბრალოდ ძალიან რბილი და ასე შემდეგ. აი ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შესაბამის ნაბიჯებთ ერთგვარად ხისტი პოლიტიკასაც გავატარებთ, იმიტომ ქვეყანა ჩვენს უკვე ქვეყანაა, ეს ქვეყანა იღუპება. დიდი ბოდიში რომ აქ დიდი გამოსვლელები მყავდა, დიდი სია ჰქონდა, მაგრამ დღესდღეობით ყველას ბოდიშს მოუხდით. დღეს ამით დავამთავროთ. ურმეს მადლობას მოგახსენებთ და შემდგომისთვის ჩვენ დიდი მრავალათასიანი შეკრება უნდა მოვაწყოთ, რათა უკვე შემდგომად ხელისუფლება ხელში ავიღოთ. დე ფაქტო ხელისუფალმა უნდა კეთილი ინებოს ხალხს ძალისხმევით ჩვენის ერთად დგომით გადმოგცეს ეს მართვის ეს პულტი. ურმესი მადლობა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში იმისთვის რომ ყველა სურდა გამოსვლა თავისი გულისხმულია თქვა და თქვენამდე მოეტანა თავისი სიტყვა. გაიხარეთ მომავალ ბრძოლამდის. ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დამთავრდა და ომიც უნდა დამთავრდეს ქართველი ერის გამარჯვებით. გაიხარეთ. გამარჯვებული გამყოფა ღმერთმა. მადლობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ყველას, ვინც აი აქ ამ დავთარში წერი ხარდა, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ დღეს ამ შეკრებაზე. მოემზადოთ მომავალი შეხვედრისთვის. ეს დღევანდელი ჩვენი გამაფრთხილებელი აქცია უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი იმ დიქტატორული ხელისუფლებისადმი, რომელიც მართავს დღეს საქართველოს. კიდევ ერთხელ მინდა ვამცნო, რომ სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე ქართველმა ერმა მიანიჭა უფლება ორგანიზაციას, რომელსაც აქვს უფლება გამოვიდეს ქართველი ერის სახელით და ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ვართ ხალხი. ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელზე. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ და მინდა დაგემშვიდობოთ. კარგად ძანდებოდეთ.